დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე. 2026 წლის 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ისტორიული ცვლილება მოხდა. სინოდმა ახალ 152 კათოლიკოს პატრიარქად მეუფე შიო აირჩია. გადავწყვიტა ერთ ვიდეოში შემეკრა შიო მესამეს გზა პატრიარქობამდე და წინასწარ ხაზს ვუსვამ, რომ ეს ვიდეო არ ატარებს პოლიტიკურ ან შეფასებით ხასიათს. არამედ იძლევა ზოგად წარმოდგენას საქართველოს პატრიარქზე და მის ბიოგრაფიაზე, ღია წყაროებიდან აღებულ ფაქტებზე დაყრდნობით. მაგრამ სანამ თავად შიო მესამეზე ვისაუბრებთ, ჯერ გავერკვიოთ ტერმინოლოგიაში. რომ აღვწეროთ მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი მსახურების საფეხურები, სქემა გამოიყურება ასე: დიაკვანი ეხმარება მღვდელს ღვთისმსახურებაში, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ აღასრულებს საიდუმლოებებს. მღვდელი ატარებს ლიტურგიას, აღსარებას, ნათლობას და მსახურობს ტაძარში. მღვდელმონაზონი ბერი, რომელიც ასევე მღვდლად არის ხელდასხმული, ცხოვრობს უბიწოების აღთქმით, ანუ უარს ამბობს ქორწინებაზე. ეპისკოპოსი მართავს ეპარქიას და შეუძლია მღვდლების ხელდასხმა. მთავარეპისკოპოსი მაღალი პატივის ეპისკოპოსი, დიდი ან მნიშვნელოვანი ეპარქიის ხელმძღვანელი. მიტროპოლიტი კიდევ უფრო მაღალი სტატუსის ეპისკოპოსი, რომელიც განაგებს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან რეგიონს. და ყველაზე მაღალი საფეხური კათოლიკოს პატრიარქი, ეკლესიის სულიერი წინამძღოლი. ყველამ იცის თუ ვინ არის კათოლიკოს პატრიარქი, თუმცა საიდან მოდის ეს ტერმინი, რას ნიშნავს კათოლიკოს პატრიარქი და აქვს თუ არა ამ სტატუსს რაიმე კავშირი კათოლიკურ ეკლესიასთან. სიტყვა კათოლიკოსი ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს საერთოს უნივერსალურს. ძველ ქრისტიანობაში ეს ტერმინი გამოიყენებოდა მსოფლიო ეკლესიის აღსანიშნავად, ანუ ყველა ხალხისა და ერის ეკლესიის. დიდი სქიზმის შემდეგ კი კათოლიკური ეკლესიის სახელწოდება შეუნარჩუნდა დასავლეთ, ანუ რომის პაპის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ეკლესიას. ხოლო აღმოსავლურ ქრისტიანობაში ტერმინი კათოლიკოსი გამოიყენებოდა იმ ეკლესიების ლიდერებისთვის, რომლებსაც აქვთ ავტოკეფალია, ანუ დამოუკიდებლობა. ტერმინებში გავერკვიეთ, ახლა კი გადავიდეთ შიო მესამეს ბიოგრაფიაზე. ელიზბარ მუჯირი დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. სანამ აირჩიოდა სასულიერო გზას, სწავლობდა მუსიკას და 1991 წელს თბილისის კონსერვატორია დაამთავრა. 1993 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა შიო. ხაზგასასმელია, რომ ბერი არ ნიშნავს ავტომატურად მღვდელს. ბერი არის ადამიანი, რომელმაც მონაზვნური აღთქმა დადო და ცხოვრობს მონასტრული წესით. თუ ეკლესია და ეპისკოპოსი ჩათვლიან, რომ მზად არის მსახურებისთვის, ხდება დიაკვნად ხელდასხმა. 1995 წელს შიო გახდა დიაკვანი და წელიწადზე ნაკლებში, ანუ 1996 წლის 6 მაისს მოხდა მისი მღვდლად კურთხევა. შემდეგი 5 წელი შიო მსახურობდა საქართველოში, კერძოდ კი ანჩისხატსა და ნარიყალას ტაძრებში. ხოლო 2001 წელს მოსკოვის ქართული სათვისტომოს წმინდა გიორგის ტაძარში გადაიყვანეს. აქვე მოსკოვში სწავლობს წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ უნივერსიტეტში. 2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოში ყალიბდება სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიები. ეკლესიის გადაწყვეტილებით შიო გახდა ამ ეპარქიების ეპისკოპოსი. 2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ჩააბარა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქართული ეკლესიის მრევლი. კავშირი არ არის პირდაპირი, თუმცა ნაწილობრივ ამის საფუძველზე 2010 წლის 2 აგვისტოს მას მიტროპოლიტის სტატუსი მიენიჭა. ზევით ხსენებულ წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში 2013 წელს იცავს მაგისტრის ხარისხს, ხოლო 2015 წელს დისერტაციას. 2017 წელს ილია მეორემ იგი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დანიშნა. ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ 2026 წლის 28 აპრილს წმინდა სინოდმა მეუფე შიო პატრიარქობის 3 კანდიდატს შორის დაასახელა. ხოლო 11 მაისს გაფართოებულმა კრებამ იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აირჩია. ხმების დათვლის შემდეგ, როდესაც შიო პატრიარქად გამოაცხადეს, ვიდეოებში გვესმის შეძახილები აქსიოს. აქსიოს! აქსიოს! რაც ასევე არის ბერძნული ტერმინი და ნიშნავს ღირსია ან იმსახურებს. ასე გამოიყურება შიო მესამეს გზა თბილისის კონსერვატორიიდან პატრიარქობამდე და რაელის ქართულ ეკლესიას წინ ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.